თავდაცვის სამინისტრო სასტუმრო თორში გასულ წელს აწევდა. ასე რომ ჩვეულებრივ ყავს მნიშვნელოვანს ფასეულს იხსენებ. იმას რაც შეიძლება პოზიტიურს მიაკუთვნო, აქტივში ჩაეწერო. ყველაფერს შედეგების შეჯამებაზე ითქვა, რომ მოგითხრობთ რამე ეს ცალკე რეფერატის თემაა. ხოლო ჯარის ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ მომენტს უსათუოდ შევეხებით. რა თქმა უნდა, საუბარია ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში ამერიკული დახმარების პროგრამის წვრთნისა და აღჭურვის სტარტსა და წარმატებით განვითარებაზე. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით პროექტი უნდა განვიხილოთ როგორც თანამედროვე ტიპის შეიარაღებული ძალების შექმნის და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ზოგადად კი პროგრამა სამხედრო სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული ძალების ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტადაა აღიარებული. ამ პროგრამის ფარგლებში ნატოს სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა მართვის სამეთაურო ცენტრი. საშტაბო დონის სწავლებაზე დაახლოებით 200-მა ახალგაზრდა ოფიცერმა გაიარა წვრთნა. პროგრამის პირველი ფაზა კი სამხედრო უწყების კრწანისის პოლიგონზე კომანდოს მსუბუქ-ქვეითა ბატალიონის სამთვიანი მომზადებით დასრულდა. ეს მოვლენები, რომელთა თაობაზე სისტემატიურად გაწვდით ინფორმაციებს, იმედია ჯერ კიდევ კარგად გახსოვთ. შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ წვრთნისა და აღჭურვის პროექტის განხორციელებაზე ამერიკულმა მხარემ დაახლოებით $64 მილიონი გამოყო. დეკემბრის შუა რიცხვებში კომანდოს ბატალიონი ვაზიანში მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა და კვლავ განაგრძობს ინტენსიურ მხედრულ ცხოვრებას. ხოლო რაც შეეხება კრწანისის პოლიგონს, აქ სიჩუმეს დიდხანს არ დაუსადგურია. დღეს უკვე ეროვნული გვარდიის საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელთა ბატალიონის მეომრები იპყრობენ პოლიგონის სივრცეებს. ავტომატების ჯერის და ხმამაღალი სამხედრო ბრძანებების ეკო ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებს ამერიკული პროგრამის წვრთნისა და აღჭურვის მეორე ფაზის დასაწყისი ამცნო. რამდენიმე დღით ადრე აქვე კრწანისში ჩატარდა საზეიმო გახსნის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ მაილსი. სიტყვით გამოსვლელთა ძირითადი თემა ამერიკულ ქართულ სამხედრო ურთიერთობებში უდაო პროგრესის კონსტატაცია გახდათ, რაც განსაკუთრებით 2001 წლის სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შეიმჩნევა. ჩვენ გულშფელად გავიზიარეთ ამერიკელი ხალხის ტრაგედია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სასწავლო ცენტრი 11 სექტემბრის მსხვერპლთა სახელს ატარებს და მის ტერიტორიაზე დაღუპულთა საპატივცემლოდ მემორიალია აღმართული. ტერორიზმის გამოვლენებებთან ერთობლივი ბრძოლის ტალღაზე წარმოიშვა ინდივიდუალური პარტნიორობის ორმხრივი სურვილი, რომლის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამა გახდა. დაახლოებით აი ასეთი ტექსტი უძღოდა წინ საჩხერელი გვარდიელების წვრთნების სტარტს. 528 ოფიცერი და კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცი, რომლებიც წინასწარი ტესტირების შედეგად შეარჩიეს ამერიკული ხარისხის სამხედრო ცოდნის გზას გაყვნენ. ბატალიონის ძირითად ნაწილს უშუალოდ საჩხერლები შეადგენენ. ბევრ მათგანს, რომელმაც ამ შენაერ ჭირველი დღეებიდანვე ირიცხებიან, ყოველ საერთაშორისო სწავლებებში წაუთ გამოცდილება მიღებული და პაკისტან ახლოს ფიჩხოვანის მრავალთვიან წვრთნებშიც. ამიტომაც საჩხერლებს ბატალიონში ბევრი სამეთაურო პოსტი უკავია. ბატალიონს მეთაურობს უფროსი ლეიტენანტი მამგაც გრიალაშვილი. ჯარისკაცების შერჩევა მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაშიც დაგვეხმარა კომისარიატი. ძირითადი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ ტესტებს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ჯარისკაცებისა. აქ მინდა აღნიშნო, რომ სრულ დიდი რაოდენობიდან გამომდინარე შერჩეული იქნა საუკეთესო მონაცემების მქონე კონკურსანტები. პირველი ნაბადი რამდენი კაცი? პირველი ნაბადი მოვიდა 400 კაცი. მე ავედი 450 კაცზე და სანამ გადმოვიდოდით აი აქ კრწანისის ცენტრში აი მანამდე ვიყავით 400 კაცი. მაგრამ მოგაიგეს უკვე რომ პერსპექტივა გაიზრდა, პერსპექტიული გამოდა ჩვენი ეს მოქმედებები, მომენტა დავედით 800 კაცამდე.
და შემდეგ მოხდა ქრწანის პოლიგონზე კიდევ შერჩევა და ის კატეგორია იყო არჩეული, რომელსაც ნამდვილად პოლიტუნურობდა, რომელიც ნათიმსახურს ჩვენთან ერთად ყოფნას. უფროს მალე ლეიტენანტმა წგრიალაშვილმა სამსახური ქართულ ოსურ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ბატალიონში ჯარისკაცად დაიწყო. 2000 წელს წარმატებით დაამთავრა რიაზანის საჰაერო სადესანტო ჯარების უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი. სამეთაურო მომზადების დონემ და პირადმა მხედრულმა თვისებებმა იგი სულ მალე ოფიცერთა კორპუსის შესამჩნევ ფიგურად აქცია. შეინარჩუნეს ბატალიონი თავის ძირითად პროფილს, რაც ქვია სამთავრობო ბატალიონი. ვართ მომდომებული რომ დავაკომპლექტოთ ბატალიონი აი ესეთი მიმართულებით. და ყავს ისეთი ინსტრუქტორები, რომელსაც აქვს დამთავრებული საზღვარგარის კერძოდ შვეიცარიაში სასწავლებელი, სამთო კურსები აქვს გავლილი და ისინი ახლა ჩამოსულები არიან, კარგი პროფესიონალები არიან თავის მისო და აზრდებენ ამ ჩვენ პირად შემოქმედებას. მე მყავს კიდევ შტაბის უფროსი, ბატონი ზვიად ბულსხრიკიძე, რომელიც არის ძალიან განათლებული პიროვნება, დამთავრებული აქვს ბუნდესვერის აკადემია და აგერ ახლა სულ ეს პერიოდში იყო წასული გერმანიაში და ჩამოვიდა იქ კვალიფიკაციის სამაღლებლად იყო, რომელიც ყოველ 6 წელში ერთხელ უწევს ხოლმე იქ ყოფნა. აგერ ჩამოვიდა და თავის პროფესიონალურ მოღვაწეობას ეწევა ჩვენთან ბატალიონში. ჩვენ ბატალიონს ამზადებს ესე იგი საზღვაო ფეხოსანთა ძალები და მათ ყავთ ესეთი ახრა, რომელსაც უშუალოდ ეხება ჩვენი პროფილი და ყავთ ინსტრუქტორები, რომელიც მომზადებენ აი ამ სპეციფიკით, რომელიც ჩვენ გვინდა. ჩვენ შევარჩიეთ ის ადგილები, სადაც უნდა გაიაროს ჩვენი ბატალიონმა სამთო მომზადება და თავისი თვალთახედვით ამ ინსტრუქტორებმა გადახედეს სად იქნება ეს ხელსაყრელობები და შევარჩიეთ ის ადგილები, სადაც ჩარდება და ჩაუტარდება მთელ ბატალიონს სამთო მომზადებაში ვარჯიშები. ახლა კი გავიცნოთ ამერიკელი ინსტრუქტორები, რომელსაც მაიორი სკოტ კემბელი მეტაურს. ისინი წარმოადგენენ საზღვაო ფეხოსანთა კორპუსს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ელიტას განეკუთვნება. გაგიკვირდეთ, რომ სამთო მსროლელთა მომზადებას გამოცდილი ზღვიგრები უხელმძღვანელებენ. საზღვაო ფეხოსანთა შორის მსგავსი პროფილის სპეციალისტებიც არიან. საქართველოში გამოსამგზავრებლად სწორედ ასეთები შეარჩიეს. საგულისხმოა, რომ სტუმრების მუდმივი სამსახურის ადგილი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში კემპ-ლეჟუნის ბაზა გახოთ. ეს სწორედ ის ბაზაა, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ორჯერ ეწვია. ასე რომ შეიძლება ითქვას ჩვენიანებს შევხვდით. კადრები რამდენიმე წლის წინ სწორედ მათ ბაზაზეა გადაღებული. Come on, get up, get up. Good job! Good job! Come on! Wait, no! Along came a Jody, a swinging his turret. Get right, roll! All right! ანუ ლეიტენანტო თუ გძლევთ გამოცდილება იმის საშუალებად რომ წინასწარ შეაფასოთ კონტინგენტის შესაძლებლობა რომელსაც თქვენ ასწავლეთ. Well, so far they're just like any soldiers that have very little training. როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები, ისინი იწყებენ საფუძვლების ცოდნით, რაც ძირითადია, მაგრამ ეტაპიდან ეტაპამდე პროგრამა უფრო და უფრო რთულდება და ადის მაღალ დონეზე. ვფიქრობ, დადგებიან ნამდვილი კარგი ჯარისკაცები, იმიტომ რომ ისინი ყურადღებით ეკიდებიან, რასაც ვეუბნებით და ვასწავლთ და ძალიან მონდომებულები არიან. ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება ისეთი ბატალიონი, რომელსაც შეიძლება ომში უნარიანად ეფექტურად ბრძოლა და რა თქმა უნდა, მე ამით კმაყოფილი ვიქნები. კომანდოს ბატალიონისგან განსხვავებით, სადაც ყოველ ქვედანაყოფს განსაზღვრული საბრძოლო პროფილი აქვს საჩხერლების ერთის გარდა სამივე ასეულის სამთო მსროლელთა დანიშნულებისა. თუმცა სწავლების საწყის ეტაპზე ყველა დანაყოფის მეომრები არტილერისტებისა და მეკავშირეების ჯგუფების ჩათვლით ზოგად ტაქტიკურ მომზადებას აუცილებლად გადიან. ამ პრინციპის არსი ქვედანაყოფების ერთიან საბრძოლო მთლიანობა ჩამოყალიბება, სადაც თითოეულმა მათგანმა იცის საკუთარი მანევრი. მიუხედავად ჩვენი მეომრების საბრძოლო გამოცდილებისა, ამერიკელების სწავლებას ანაბანეთ იწყებენ. მაგალითად, იარაღის უსაფრთხოების სხვადასხვა პოზიციებიდან სროლის, ადგილზე ორიენტაციის წესებით, დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების გაწევით.
აქ სხვადასხვა ბრძოლა პროფესიის ხალხი შეიღოთ. და ერთი პროგრამით მიდის, ახლა როგორც ხედავთ, სწავლებს აუცილებელია, ეს ეტაპი ყველამ გაიაროს. კი, აუცილებელი არის, იმიტომ რომ ნუ ახლა ყველა უნდა ვიცოდეთ ეს ტაქტიკა, რომელსაც ჩვენ გვასწავლიან ახლა. აი ასე რო თქვა, ყველასთვის საჭირო არის. რა პროფესიით უნდა იყოს, სვიაზისტი, არტილერისტი, ეს ყველა უნდა ვიცოდეთ. რა დროსაც არ უნდა გუუჭირეთ, მაგალითად სვიაზისტი ხო უნდა გვერდში ამოუდგეთ, მეკავშირე, ქართულად რო თქვათ. ნატყორცნელები, ყველა უნდა ვიცოდეთ ეს ომი, ყველა აუცილებლად. რაც რა დროს ჭირდება ამ ხალხს დახმარება შეგვერთით. ჩვენ მზად ვიქნებით ყოველთვის. დრო კიდე წინა გვაქვს და ვემზადებით, მოგვემზადებენ და ვიქნებით როგორც ეს ჩამოყალიბებული რეალიზაცია. აქ უფრო დახვეწილი მანევრებია, ეს ნატო სტანდარტებით მიმდინარეობს უკვე სადინეობები, ეს ყოველგვარი უნდა იცოდეს ეს ყველა ჯარისკაცმა ნაბრძოლმაც და ახალმოსულმაც. ჩემთვის პირადად ძალიან დიდი კარგი გაკვეთილებია ეს. პირველ რიგში მოგილოცავ დღეს ჩვენივრად გააკეთეთ დავალება, ყოველი საველე გამოსვლის შედეგები საკლასო მეცადინეობებზე განიხილება. ინსტრუქტორები არ გაუშვებენ შემთხვევას შეაქონ ჯარისკაცები, მაგრამ უეჭველად მიუთითებენ შემჩნეულ ნაკლზეც. და იქვე მორიგი ვარჯიშის დროს ვიდრე შენიშვნა არ დავიწყნიათ, სწორდება შეცდომები. თავად მეომრების თქმით, თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვნად ამაღლებს მეცადინეობის ეფექტურობის კოეფიციენტს. უნდა აღინიშნოს, რომ თვალსაჩინოების მიზნით ინსტრუქტორები ხშირად იყენებენ არა მარტო სასწავლო ფილმებს, არამედ მხატვრული ფილმების ფრაგმენტებსაც. როგორც ვიცით, აქ ბერნის საბრძოლო გამოცდილებისაც კი ხართ, აი, ნამდვილი გამოვლილები. საჭიროა თქვენთვისაც ეს სკოლა. კი, როგორ არა, ჩვენთვისაც საჭიროა ეს რაც ახლა ხდება. ეს გამოცდილება და ცოდნა გვეხმარება ამ ახალ სწავლებაში. რაც მეც გაიგებ. რაც მეც ისწავლი, მით უფრო მეტი კაცი ხარ თქო ეს. 100 მეტი. რაც მეც ისწავლი უკეთესია. პროფესიონალი სამხედრო საერთოდ უნდა ფლობდეს ყველანაირ ტაქტიკას და ყველანაირ იმას უნდა ფლობდეს და რაც მეც სწავლობდა, რაც ერთი დრო გადის, მით უფრო ჩამოყალიბებული ჯარისკაცი ხდება. აქ უკვე ყველას გვეცოდინება, რომ რა უნდა გავაკეთოთ და იქ ახლა 20 კაცი რო გარბოდით იცოდა 2-მა. 2 აკეთებდა და 20 მერე მოდიოდა გამზადებულზეო რა იტყვენ და აქ უკვე ყველა ვითვისებთ იმას და შეგვიძლია რომ ერთი 10 კაცმა გავაკეთო 50 კაცი. უკვე იმდაერად აქვს ათესებული ყველაფერი და ისევ მასადინობთ და სწავლობთ ყველაფერს. გვერდში რო გიდგია კაცი, გააქვს უკვე იმის იმედი და იცი რომ ის იობებს და აი დაჟე დაგიცავს და ყველაფერი და შენც დეიცავ იმას და იქ ახლა სადაც ომობდით და იქ როგორ ფიქრობთ, აი ეს გამოცდილება, ეს ცოდნა სამხედრო რო ქონდა აი ეს. ბავშვად იგივე აფხაზეთის ომის დროს სხვა შედეგს მივიღებდით? რა ვარ? ორგანიზებულობა რო ყოფილიყო, პროს ორგანიზებულობა. პანიკა რო ყოფილიყო. მეომარი არასდროს არ უნდა ჩავარდეს პანიკაში. მე მგონი ახლა რუსები გვეომებოდნენ, არ ქონდა ჩვენი ტექნიკა და ეგ, მაგრამ ნუ წინააღმდეგობას მაგარს გუუწევთ. ველოდება ისე უწოვრა და ქართული აქვს ჩვენი ხმების შორს თუ რაგინდა დღეს მითხარი ხვალ იქნება ალბათ გვია და დაგრჩება მოგონების დრო
სიამოვა სისულისფერი და პატარა აფინად გადმოხედავს სევლიანად ჩვენ ესაც ისევ ბრძოლა გვერის ისევ ჩვენთან არის ღმერთი ისევ დგება გამარჯვების დღე ბიჭებო ამგიდარას ისე დავაწვიდოთ სიმები და შავი ღამის ჟიბზე გავადენოთ სიმღერი გავიმღეროთ თუნდაც ერთი თუნდაც ბოლო სიმღერა და საქართველოს ლოცვით დაგვიფარავს ეს მარტილი ჯეროს რომ ქართველები ვართ ჩვენი ჯერი თუ დადგება გავიძვებით რაიმდება მამულისთვის ჩვენს დავიღებთ მას სიამოვა სისხლისფერი და პატარა დინათი გამოხელავს სევდიანად ჩვენ ესაც ისევ ბრძოლა გვერის ისევ ჩვენთან არის ღმერთი ისევ დგება გამარჯვების დღე ჰეი ბიჭებო ამგიდარას ისე დავაწვიდოთ სიმები ჰეი და შავი ღამის ჟიბზე გავატენოთ სიმღერი დავიმღეროთ თუნდაც ერთი თუნდაც ბოლო სიმღერა გვერდით ახალგაზრდებით მსახურობენ. არიან 18, 20, 22 წლის ბიჭები, რომლებმაც სამხედრო სავალდებულოს დამსახურებით დაამთავრეს და ჩადგენ პროფესიონალურ ჯარისკაცების რიგებში. გადიან წვნას ჩვეულებრივ, მათ ჩვენთან ერთად ისინიც გადიან წვნას და აი ამ კონტრაქტის გასვლის შემდეგ ისინი უკვე იქნებიან პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები, რომელსაც შეიძლება ყოველგვარ რთულ სიტუაციაში თავიანთი თავის დაგრძევა და თავიანთი თავის კონტროლის დაწესება თავზე ყოველგვარ საბრძოლო ოპერაციაში. თქვენი ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ. ახლა რა არის ჩვენი გამოცდილება თავისთავად უნდა გაუზიაროთ. იმიტომ ის გამოცდილება მაინც ეს სწავლებას ვარ და ეს საბრძოლო გამოცდილება მაინც კიდევ სხვა რამის ნიშნავს. ბაბუს ხო არ გეძახეთ? ჯერა გასაკისარო. მე ნამდვილად ჯარის სიყრმე მომიყვანა და საქართველოს სიყვარული. ყველაფერია მაშინ. არა მე მინდოდა რომ სამხედრო ოფიცერი და მოვედი იმიტომ რომ მე ხო ზალუდი ბატონო გივიდა ვერ დავამთავრე რა გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ ეხლა მომეცა შანსი და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ რა ხელფასი აქვს მნიშვნელობა არავითარ მნიშვნელობა არ აქვს მე იმისთვის ვარ მოსული აქ რომ საკუთარი გამოცდილება მიიღო ამერიკულ პროგრამაში ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხელფასს რაც უფრო მეტს გავიგეთ უფრო მეტი გვეცოდინება და ცხოვრებაში არც არავითარი არ გაგვიჭირდება ნებისმიერი აგერ ჯები არიან პრობლემა არ აქვს არაფრის ყველა ერთი დევიზითა ვართ ერთი დასის ყველა ერთმანეთის ოფის ესე რომ პრობლემა არაფერი არ გვქნა არაფერში პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიტევეთ ჩვენ თანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევთ თანადებთა მათ ჩვენთან ანუ შეგვიყვანებს გასასწრეს არამედ გიხსენ ჩვენ მოვისა რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება აცდა მარადის და უკუნითი უკუნისა ამინ
შევა ბევრი ფიქრობს რომ აქ ხალხი იმიტომ წამოვიდა რომ ხელფასი საინტერესო მაგრამ ერთ რამეს ვეთქვი რომ ხელფასი ეს ბიჭები თუ მაღალი ხელფასი ეს ბიჭები სამშობლოს იცავენ და სამშობლოს დაჟინოთ განა და ესენი ნებისმიერ წუთს სწავლენ ასე ვთქვათ ტყვიაზე და თავის სიცოცხლეს წირავენ სამშობლოს ასე რომ უნდა ეს არ უნდა იფიქროს ხალხი რომ მარტო ხელფასი და რაღაც ამათ პატრიოტული ზომბრო არ გააჩნდეთ აქ არ მოვიდეთ ფორმას არ ჩაეცოდეთ რაც შეეხება თლიანად ბიჭების განწყობა ძალიან ენთუზიაზმით არის განწყობილი და იმათ ასე არ არის რომ მათ გვერდში განაგენ მარი ხალხი და გამში გამოსტილი ხალხი და ძალიან კარგია ჩვენკენს და შერტმა დიახ შერტმა ეს ერთ შეთანხმება ძალიან კარგი ესენ თავად კომუნიკაციას უზიარებენ ბიჭებს და მაინც ასაგობიცო და უფროსები არიან და გვერდში უდგენ და ყველანაირად ცდილობენ რომ ახალგაზრდებს ყველა არაფერი პრობლემა არ შეექმნათ კრწალის ეს პოლიგონზე სწავლების მესამე იწურებოდა დაჩხერილი გვარდები მოკლე გადარბენებით სოლას ითვისებდნენ ამერიდან ყოველგვარში სულ უფრო და უფრო გართულდება სამთო მსროლელებს პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც სულ მეტი ძალისმევა სჭირდებათ სიმაღლეების დასაყრობად როგორც ეტყობა ისინი ამისათვის მზად არიან ძალებს მათ ხომ გვარდიელის სახელიც მათ რომელსაც ძლიერ უფრთხილდებიან